მილა პირველად გაემგზავრება მესტიის მიმართულებით. ჩამოვედით მესტიაში. აბა როგორ მოხდა? ვაუ! ახე გამაგარი ხედია. სვანეთში. მთელი ოჯახობა მივფრინავთ სვანეთში. კირა, შენ ვისთან ერთად მოდიხარ? აი ამ როგორ. თითი დაადე რა პატარა რომ მივხვდეთ. ვაინი. და მამიჩი უნდა გავფრინდეთ. მოკლედ, ხრენით ვართ ნამყოფი დაახლოებით ესე 10 წლის წინ, ხო, თეო? და ორი სნოუბორდი. და ვიყავით ჩვენს მეგობრებთან ერთად, მათ შორის ნიკოც ჩვენთან იყო, რა თქმა უნდა, და ნიკო იყო, ნიკო ჩემი მეგობარი, ვისთანაც ჩავედით, ვისთანაც ვინც ჩაგვანა საერთოდ პირველად სვანეთში და ეხაც ნიკოსთან მივდივართ. ამჯერად 1 წელი გავიდა ნიკოს წასვლიდან და ჩავალთ მოკლედ, ჭიქას მივუჭახუნებთ, flat white-ს ავუტანთ, რაღაცეები და ჩამოვალთ კვირას უკან ისევ თბილისისკენ. იმედი მაქვს ამინდები ხელს შეგვიწყობს. ესეც ასე მეგობრებო, ეხლა ვიმყოფებით ნატახტრის აეროპორტში და ამ წელს გავიგეთ ახალი ამბავი, რომ 1 საათით გადაიდო ფრენა, იმიტომ რომ მესტიაში ველოდებით კარგ ამინდებს. არა, ეხლა დავრიკავთ. 1 საათი არა უშავს. დავრიკავთ ეხლა და მოვაგვარეთ. ისმენთ. ამინდი გვინდა? როგორი ამინდი გვინდა? ხო, რა, აი ნახევარ საათში რომ ზე გამოვიდეთ. ამინდი 1 საათში გამოვა მესტიაში და შემდეგ გაფრინდებით. აი, ესეთი სამზადისი არის. ველოდებით ჩვენს დროს. კირაც ელოდება 6-7-ა. თეოც ელოდება და აგერ გიგია და ანაც მოკლედ მოლოდინში არიან. კირა, შენ მანქანა რო გიყოლება რა ნომერები ექნება? 6-7 kg. KD უნდა იყოს თქო ვეუბნები და KD რატო მე მინდა KG-ო, კირა და გიორგიო რა. ამიტომ უნდა იძრუნო შვილები ზედ შემეძმა. We going დაიჭირე ხელში და იმღერე. მოკლედ, ლოკალური ფრენა სულიად განსხვავდება, მაგ ხელა სტრესიც არ არის და ბევრად ასწორებს შეიძლება ესე ითქვას და შეგიძლია გაფრინდე სადაც გინდა. მესტიაში, ბათუმში, ამბროლაუში, ანუ რაჭაში, ჯერჯერობით ხა მესტიას გავტესტოთ. შემდეგ ბათუმის გატესტვაც შეიძლება რა. და ნატახტარში უცებ ჩამოვირბინეთ ხოშიგორიდან, ეგრევე ჩავბარგდით. თავარია ამინდში გაგვიმართლოს, იმიტომ რომ ეს ლოკალური ფრენები ამინდზე საკმაოდ არის დამოკიდებული განსხვავებით საერთაშორისო ფრენებისგან. თუ რაღაც 1 საათის დაგვიანებით ჩავჯექით თვითფრინავში. Hi! და მილა პირველად გაემგზავრება მესტიის მიმართულებით. So we have a beautiful day. However, over the mountains it will be a little bit bumpy. Don't forget to fasten your seatbelts. ესეც ასე ჩავლაგდით მეგობრებო, ჩვენს პატარა თვითფრინავში, ნახეთ რა პატარა 118 კაციანია და 15 ადამიანი არის დაშვებული მხოლოდ და მხოლოდო. აქეთ არის კირა, ნახე როგორ არის სოხ მოკალათებული და აქეთ ვართ ჩვენ, მე, თეო და მილა. კიდე ერთი ოჯახის წევრი ხართ მოგვიერთდა. კი. 4 კიდე ლოკკინა. 4 ლოკოკინაც მოყავს და ამ ლოკოკინებს საერთოდ არ უთხოვიათ ნატახტრიდან მესტიაში მოგზაურობაზე, თუმცა ძალით მიყავს კირას. როგორც ჩანს. ბილეთები არა აქვთ, კირა მიკითხა აეროპორტში და უთხრეს რომ ბილეთის გარეშე შეგიძლია წაიყვანოს. ესეც ასე მეგობრებო, გეცნობათ ჩემს უკან აეროპორტი, ჩამოვედით მესტიაში, ძალიან მაგარი ამინდია. მილას ეძინა მთელი გზა, ამიტომ არ უზუზულია. ეგეთას წავედით, ეხლა ვნახოთ ჩვენი სასტუმრო, ცოტა შევჭამთ, აზზე მოვალთ და მე უკვე განახებთ აქაურობას, რა ლამაზია და როგორი გამწვანებულია. როგორც გიორგი ამბობს, მოვედით ბირჟაზე. აქ რა ხდება? კოფიკორი, ეს არის კოლორიტი, კოფიკორი, კოლორიტი. სადაც ყავას დალევ. სადაც ყავას, დესერტებს და სენდვიჩებს და რაღაცებსაც აიღებ. და კარგ ჭორებსაც ალბათ გაიგებთ. ეხლა ამოვედით რესტორანში, რომელსაც ქვია კახრი. კახრი.
ხო და თან სასტუმრო არის და როგორც ბიჭები ამბობენ ძალიან გემრიელი საჭმელები აქვთ და ეს ნახე პირველი რომ მიდეს იმიტომ რომ ყველაზე მშიერია. ძალიან გემრიელი საჭმელები აქვს სამთარში ვიყავით ბიჭები და უგემრიელესი იყო და ნახოთ აბა გზაზე რომ გავჩერდით, ანუ ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ჭამდა რაღაც სენდვიჩს და კი ნახო ხელიდან გამოაგდებინა. ისეთი სახით უყურებდა. კიდე ბევრი გვეკითხება მილას ხელზე. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის, მოხსენით უკვე, გადახვეულიც აღარ აქვს. ერთადერთი დაგვრჩა რენტგენის გადაღება. მაგასაც რო გადავუღებთ, ალბათ დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი კარგად შეხორცდა, იმიტომ რომ საერთოდ აღარ იტკიებს. ეხლა ნახეთ ვინ განახოთ 3 2 1 ვაუ! ნიკო მიდის ფთაზე. დამაგარია. მოვედით სასტუმროში. წამოიხა დავათვალიეროთ, დავჩეკინდეთ და შევიდეთ ჩვენს ოთახში. წამომილა. ხოჩა. ესეც ასე, მოვედით ჩვენს ნომერში. ლაჰილი ყოველთვის მასწინებს ხოლმე, როცა ჩამოვდივართ. აბა როგორ მოგწონთ? ვაუ! აბაზანაც არის? მილა, რა ლამაზია. ნახეთ, რა მაგარი ხედია. რა კაია. ხმა გესმის? ამ ხმაზე ალბათ კბილად დაგეძინება და ამ მთების ფონზე. ძალიან ლამაზია. რა სიმშვიდეა, ნახე. აბა გავიხაროთ. პიკი. ვაი! ალო. ალო, რომელი ხარ? ამე როცა შუქები ქრება, როგორ გძინავს ხოლმე? ცეკვანისია? შენ რა ქვია? შენ ნონა ქვია? ლა რამდენი წლის ხარ? იტი არა, სწორი პასუხია. ალი სწორია. მოკლედ ეგ არის ლაჰილში ჩვენი ნომერი 2 ოთახისგან შედგება, როგორც უკვე ნახეთ, 2 საძინებლისგან, ესე ვთქვათ. და საპირფარეშო და აბაზანაც გადასარევია, ხედიც გადასარევია. მეპატიჟება. ფეხზე მისხუნეო. გავიდა 2 წუთი შემოვედი ოთახში და ნახეთ რას ხედავ. ოხ, მოეწყო გოგო, ჩართო ტელევიზორი, ოღონდ რაღაც თურქულს უყურებს. თავარი პრინცესები ესენი კი არ არიან, აი ეს ნახეთ, აი ეს არის თავარი პრინცესა. 2 წუთში უნდა ვიყოთ გარეთ და ეს წამოწოლილია ესე. აი ის დღე დაგვრჩენია, ჩავიდეთ უკვე ნიკოსთან საფლავზე, სადაც იქნება პარაკლისი და მისი 1 წლის, ესე ვთქვათ, თავს შევხვდებით იქ. ეხლა მოვედით ნიკოსთან, იმის მერე რაც ეს ამბავი მოხდა, ზუსტად 1 წელი გავიდა, ამიტომ ეხლა უნდა მოვინახულოთ, მოვიკითხოთ და ტკბილი სიტყვები დაუტოვოთ. და დამშვიდობად შემდეგ ჩამოსვლამდე. შეკითხავენ ჩვენ მერთო დიდთა წყალდითა შედითა რომელმა შეგვდეთი ხორცეთული მასევდრე დათაცხონოცული ამისი ესე ჩვენი პირველი თავგადასავალი საღამოს 8 საათია, მივდივართ ახლა საჭმელად. მანქანა არ ყავს. ამიტომ ფეხით. გიორგი მაგრამ ბიზნეს ზურჩანთი იდეა, მესტიელებო, მეგობრებო, ვინმე ერთი 2 ფორრანერი მოაგდეთ გასაქირავებლად, ვიქირავებ ხოლმე როცა ჩამოვალ. მოკლედ მოვდივართ ფეხით, სავარაუდოდ ცისფერფრებში შევალთ. ეს ვარიანტი ლამაზიც ჩანს, გემო არ ვიცი, მაგრამ აი ესე გამოიყურება. ცისფერი მთები ნამყოფი ვართ და ვიცით და შეგვიძლია ეს გავტესტოთ ახალი რა. ვა, რამდენი ხალხია. საჭმელის ნაწილი მოსულია, გიგია ბედნიერია, ესე იგი ეს იმას რომ ერთი ნაჭერი კუბდარი უკვე გადარწყმული აქვს და კირასაც ერთი ნაჭერი ხაჭაპური გადარწყმული აქვს. მაგრამ კიდე რაღაცას ველოდებით, ხოლოდ ეს არ არის. დღეს ტესტავთ პირველად ამ რესტორანს და მე მგონი ხაჭაპურში ნამდვილად ჩააბარეს.
არის ყველი, მეკოში, მეგობრებო, რეალურად არის ყველი, ოღონდ ნარ მდგომარეობაში არ ვიცი რას უშვებიან. ნამდვილად როგორ კეთდება, მაგრამ რაც გავსინჯე არის უგემრიელესი რა. соуси არ არის, ყველია, თვითონ ყველია. ანუ ელარჯი ხო იცით? ელარჯი რო ღომი გამოაწალო რა. ძალიან გემრიელია. ესეც ასე გამოვედით, ძალიან ძაკვალყოფილები დავჭით აქაური რესტორნით. ხვალ ახალი ადგილი იქნება და ახალი დღე, ამიტომ დილით შეგხვდებით. Good night. რა თქმა უნდა, ამოვიარეთ სვანეთის მუზეუმში, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო არტეფაქტები, ნიმუშები, აღმოჩენები, არქეოლოგიური აღმოჩენები. კი რა, შენ ყველაზე ძალიან რისი ნახვა გინდა? მონეტების. თუ ქვები კი რა გიждდება ქვებზე და ძვირფას ქვებზე და მოკლედ აი განსხვავებულ ნიმუშებზე, რომელიც ძალიან აინტერესებს და სვანეთიდანაც ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ რამე წაიღოს თან, ხო? გვეყოლება კიდი, მე და კი რა აუცილებლად შევალთ. გიორგი თქვა რომ ნამყოფი ვარო, ამიტომ მოდით თქვენი სიამოვნეთო ამ გამოცდილებით და ამიტომ შევალთ და დავათვალიერებთ ყველაფერს. აქედან ისე არ წავალთ, თუ გოგიტა სურათებს არ ვნახავთ, ამიტომ წამოვნახოთ. დახურულია, მაგრამ ერთი თვალით შევიჭრიდებით. დაახლოებით 1 საათი რაც აქ ვართ. ძალიან მაგარი მუზეუმი იყო. იმდენი ინფორმაცია გავიაზრეთ, რომ მეტი არ შეიძლება. მასთან გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი არტეფაქტი და ეკლესიის ნაწილები, ხატები, ყველაფერი ვნახეთ, ანუ მაგასთან ერთად კიდე გავიაზრეთ მთლიანი ისტორია, რაც მოყვებოდა სვანეთს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილია ისტორიულად, რომ აი ვერ აგიხსნათ. მოკლედ, აქ თუ იქნებით, აუცილებლად ეწვიეთ მესტის მუზეუმს და რაც ყველაზე მთავარია, ასევე გითხრათ, რომ უშბაშიც იგეგმება მსგავსი მუზეუმის გაკეთება, რაც ასევე ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ყველა სოფელს და ყველა ქალაქს აქვს თავისი ინდივიდუალური ისტორია, რაც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა რაღაცნაირად შევინახოთ. და ამასობაში ჩემს უკან პეტრა ქალბატონს ჩაეძინათ. აღარ აქვს ენერგია და გიორგიც ნახევრად ერთი თვალით მიყურებს იქიდან. მოკლედ ლაილა ის ადგილია, სადაც მესტიაში მოგზაურობას ისე არ დავამთავრებთ, რომ არ მოვიდეთ და არა მარტო ერთხელ. ამიტომ ეხლა დღეს ორდღიანი ვართ და ესე ერთხელ მოვასწრებთ და ძალიან ხშირად ვართ ხოლმე და ძალიან მიყვარს. დასრულდა ჩვენი სამდღიანი ვოიაჟი სვანეთში. გოგოებს მე მგონი ძალიან მოეწონათ და ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ. ეგ არის. ეხლა ჩავჯდებით სვიფრინავში და გავემგზავრებით უკან ნატახტარში. ძალიან გაგვიხარდა აქ ჩამოსვლა. მადლობა ნიკოს ოჯახს, რომ აი ესეთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ კვლავ დავბრუნდით მესტიაში, მოვინახულეთ ეს კუთხე, ულამაზესი კუთხე საქართველოსი.
ასევე მადლობა მარიამს და მაგის ოჯახს. ძალიან დიდ სითბოს გრძნობთ ხოლმე აქ როცა ჩამოვდივართ. ეს ყველაზე მეტად ნიკოს დამსახურებაა. ამიტომ მინდა რომ ეს ვიდეო მიუძღვნათ ნიკოს. მადლობა კიდევ.